მარცხენა მხარეს ძლიერი ტკივილი მქონდა. ექიმთან ვიზიტის შემდეგ რადიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ თირკმელში საკმაოდ დიდი ზომის კენჭი მქონდა. ტკივილი დღითი დღე ძლიერდებოდა. ნიდერლანდებში კი კონსულტაცია ჯერ 2-3 კვირას უნდა დავლოდებოდი, ხოლო მკურნალობის დაწყებას მინიმუმ 12 კვირა. საქართველოში კი სულ სხვა რეალობა დამხვდა. ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ყველაფერს უმოკლეს დროში აგვარებენ. ფასები წინასწარ მქონდა მოძიებული როგორც თურქეთში, ისე აქ, საქართველოში. თურქეთში პროცედურა ორჯერ ძვირიჯდებოდა, აქ კი ყველა საჭირო კვლევა და ოპერაცია ბევრად ხელმისაწვდომ ფასად ჩავიტარე. ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრზე მაშინ გავიგე, როცა თანამედროვე სამედიცინო მიდგომებს ვეძებდი. ექიმ გურამ ქარაზანაშვილის პროფესიონალიზმზე მანამდეც მქონდა მოსმენილი და ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ყველაზე მეტად ის მომეწონა, თუ რამდენად სწრაფად მიდის პროცესი. ანალიზის პასუხს პრაქტიკულად ადგილზე იღებ. პრობლემის შემთხვევაში გადაწყვეტილებას მაშინვე იღებენ. არ კარგავენ არც ერთ წუთს და არ გიწევს ლოდინი. ნიდერლანდებში ასეთი ზომის კენჭისთვის სტანდარტული პროცედურა კენჭის ოპერაციით ამოღება იყო. აქ კი შტორცის უახლესი აპარატი გამოიყენეს, რომელმაც კენჭი უსისხლოდ და უოპერაციოდ დამიშალა. ჩემთვის ეს უდავოდ საუკეთესო გამოსავალი იყო. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი მართლაც თანამედროვე კლინიკაა, მოწინავე ტექნოლოგიები, ეფექტიანობა, პროფესიონალთა გუნდი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ კლინიკას ყველას ურჩევთ. მსგავსი მიდგომა იშვიათია მათ შორის ევროპაშიც. ამჟამინდელი ჩვენი პაციენტი არის ჰოლანდიიდან, რომელმაც მომმართა შატკენჭოვანი დაავადების პრობლემის მოგვარების მიზნით. სამწუხაროდ მას სთავაზობდნენ მხოლოდ პრობლემის ოპერაციული მეთოდით მოგვარებას, რის გამოც პრინციპულად თავს იკავებდა. მას ჰქონდა მარცხენა თირკმლის მენჯის 2 სანტიმეტრის ზომის 1400 ჰაუსფილდის სიმკვრივის კენჭი. მოიძია ჩვენი კლინიკის შესახებ პაციენტმა და მომართა გამიზნულად, კონკრეტულად ჩვენს კლინიკას ლითოტრიფსიის ჩატარების მიზნით. ჩაუტარდა ერთი სეანსი, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 25 წუთი. პირველივე სეანსში მოხდა კენჭის სრული დაშლა, დეგრადაცია, უწვრილეს ფრაგმენტებად, ყოველგვარი ინვაზიის და ანესთეზიის გარეშე. შესაბამისად, პროცედურა განხორციელდა ამბულატორიულ რეჟიმში და პაციენტი დღესვე გაიწერა ბინაზე.